აბა, მაგისალმებით ყველას. აბა თუ გამოიცემს, რისთვის გამოვიბრანჭე. ესე. მაგათ დღეს არის 11 დღეს არის 14 თებერვალი და გადავწყვეტეთ მედელაშამ გავისეირნოთ სადმე. ხო და ეხლა წავალთ, არ ვიცი სად, მაგრამ გავისეირნებთ. და გვინდა და ბავშვებიც წაგვეყვანა, მაგრამ ბავშვებმა უარი გვითხრეს, თქვენ თვითონ წადითო. რომანტიკული საღამო იწყეთ და მოკლედ არ ვიცი სად წავალთ, მაგრამ ეხლა ველოდები გამომივლის და მოკლედ პაემანზე მივდივარ ხალხო. ყველას გილოცავთ 14 თებერვალს ვალენტინობას, ვიცი რომ ბევრი არ აღნიშნავს, ბევრს აღიზიანებს ეს დღესასწაული, მაგრამ მე არ მაღიზიანებს. ანუ სიყვარულის დღე ყოველ დღე არის, კი, მაგრამ კიდევ ერთხელ ზედმეტად თუ გავიხსენებთ, არ იქნება ცუდი ჩემი აზრით, ამიტომ ყველას გისურვებთ სიყვარულს, მშვიდობას, ბედნიერებას და რა ვიცი, ყველაფერს საუკეთესოს. მოკლედ დღეს იქნება 14 თებერვლის ვლოგი. აბა წავედით. აბა დაიწყო 14 თებერვლის ვლოგი. 14 თებერვლის კი დაიწყო. ვალენტინი ვინ იყო მაინც არ გავიგე რა. რას დეძებ? უერთები აღვნიშნავთ, ვისაც აღვნიშნავთ, რისას აღვნიშნავთ. ისე ბევრს არ უყვარს ვალენტინობა. მაგრამ რავი, რას მიშლის იყოს. შვენივრად აგერ გამოვიბრანჭე და მივდივართ. მივდივართ გასასეირნებლად მოკლედ. საღამო გვექნება. ნახოთ აბა, სად წავალთ. გამოყვებით. მესამე ზედმეტიაო ამბობენ, მაგრამ თქვენ არ იქნებით ზედმეტი. ჩემი ახალი ჩანთა დღეს პირველად წამოვიღე. ძალიან მომწონს, კი, დღეს ჩემ ლუქს მე მგონი მოუხდა. ვაუ. ლაშავ შენ ლუქს მოუხდებაო. და უკანა სავარძელზე თურმე ესეთი ვარდები მილოდებოდა. ძალიან მაგარია. Valentine's Day. По полной программе. გავიგოთ მაინც, ვინ იყო ეს ვალენტინი. ესეც საცობი არ უხდება ამ დღეს. ოღონდაც. სივა. ესე იგი თბილისში თურმე თუ არ დაჯავშნე, რესტორანი ისე ვერ შეყვალ ვერსად ნორმალურ ადგილზე. მოკლედ აი ესეთი საცობები არის თბილისში 14 თებერვალს კაფეში რომ მოგინდეს შესვლა ვერ შეხვალ თურმე ადამიანი. ხოდა მომწინდა, ხოდა მივდივარ სახლში, არ მაინტერესებს. თან წავიღებთ რაღაცებს და სახლში აღვნიშნავთ თბილად. ბავშვებთან ერთად. ყველაფერი ყველგან დაჯავშნილია, მეგობრებო. ან ირანული უნდა ისწავლო, ხო? ან თურქულ იმეებში უნდა შეხვიდე კაფეებში. მაგრამ იქაც დაჯავშნილი იქნებოდა, უბრალოდ ჩვენ არ ვიცით თურქული. სამომავლოდ უნდა ვიცოდეთ, რომ უნდა დავჯავშნოთ თურმე ეს ექსპრომტად რომ მოგინდეს, კაფეში ვერ შეხვალ. მაგრამ ალბათ ესეთი დღე არის ხა დღეს და მაგიტომ. ასე რომ ხა გადავწყვეტეთ გემრიელობები ვიყიდოთ და სახლში წავიღოთ. გავამზადებინოთ. ლაშას ბევრჯერ ნაცად რესტორანში. სადაც ვიცით რომ შევუკვეთავთ რაღაცებს და წავიღებთ და სახლში გავაწარებთ დროს საღამოს. ან კარგ ფილმს ჩავრთავ. რამეს და ერთად ვუყურებთ. ის თავარი პრაგინთან მომეწია იმის გატარება, ვალენტინი.
ჩვენ რაღაც სერიალს ვუყურებთ და ძალიან ჩართულები ვართ. ისე რომ ხა მივალთ ჩავით. აი ესეთი გადატვირთული ქალაქია მეგობრებო. თბილისი. აი ესეთი ამბავია საღამოს. ბოლოს ლაშას ვეუბნებოდი, არ მინდა არაფერი რესტორანი, წავიდეთ ისე მაკდონალდსში თქო. მაგრამ ძალიან მშიაო და ამიტომ ეხლა ავიღებთ რესტორნის საჭმელებს და წავიღებთ სახლში და გემრიელად დავჯდებით. ვერ ვნახეთ რესტორანი, მაგრამ აი ესე მოვიტანეთ სახლში რაღაცეები, აი ესეთი ფრი და ბავშვებიც გავახარეთ. ეს პირიქით რატოა? მწვადი. კაი, ამიც ეს პირიქით არის. უკვე ვიცი არის. ესე ხო არა. ხო, ეს ხინკალია. ნახავთ? ხინკალიც მოვიტანეთ. თავის პილპილი მოყვება, აი ესეთი ხინკალი. რესტორნის ეს არის ქათმის მწვადი. აი ესეთი აბა გახსენე შენ. ქათმის მწვადს ხო ხაჭაპური? აი ეს არის ხაჭაპური მეგრული, აი ესეთი ორი ცალი რა მაგარია. აი ესეთი გახია. აი ესეთი დესერტიც წამოვაყოლეთ მაგიდან. მარწყვის ისინის კი. რომ აი ესეთი შვენიერი ხო, გულავი გვექნება ვალენტინობა სახლში. აი ესეთი ლამაზი კაბა მეცვა ლაშა. და სხვა რესტორანში. როგორ დენისა? აი, ამას გეუბნებოდი ხოლმე. საჯი გავკავაჩუქე. ელი, ზუსტად ამას ჩემი ვარდები. აი ესე ვაგრძელებ ვლოგს უკვე მეორე დღეს, როგორც ხედავთ, ეხლა არის არ ხედავთ, მაგრამ მე გეუბნებით, რომ ეხლა არის დილა და მაქვს მოწესრიგების დრო. და ყავასაც რა თქმა უნდა მივირთმევ და თქვენთან ერთად მინდა რომ მოვწესრიგდე რაღაცა ჩავიტარო დილის რუტინები და პლუს მაკიაჟიც ესეთი ძალიან მსუბუქი მაკიაჟი მინდა რომ გავიკეთო. დღეს გასვლაც მინდა ცოტა მოგვიანებით. და მოკლედ ეხლა მე და თქვენ ერთად გავიკეთებთ მაკიაჟს და ცოტას ვიჭორავებთ. უბრალოდ ჯერ სახეს მოვიწესრიგებ, ეხლა ყველაფერს გაჩვენებთ რას და როგორ ვაკეთებ. ეხლა როგორც ჩანს გუშინ კარგად ვერ მოვიშორე მაკიაჟი ტუში მაქვს ჩამოსული, ამიტომ ყველაფერს გაჩვენებთ. აი ესეთი ზიაიას მიცელარული წყლით ჩამოვიბან დარჩენილ ტურს, რომელიც აღმოჩნდა რომ მქონდა არა და გუშინ თითქოს გავიწმინდა კარგად სახე, მაგრამ მაინც დამრჩა, იმიტომ რომ მაგიტო არ მიყვარს ტუშის წასმა რა. მე ადვილად მოშორება რთულია. აი ესე მოვიშოროთ ტუში. სახე მინდა გავიწმინდო, ესეთი კოდალის ტონერი მაქვს და ამ ტონერით გავიწმინდა სახეს. თან პატარა არის და მალე კი გამითავდება, მაგრამ რა ვქნათ. ძალიან მომწონს ეს ეფექტი, რომელიც მრჩება ხოლმე გაწმენდის დროს, თითქოს რაღაცა სისუფთავის შეგრძნება მიჩნდება. თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, დღემდე ვერ გავიგეთ ტონერის და ტონიკის განსხვავება, მაგრამ ვიცი რომ განსხვავება არის. მე უფრო ტონიკები მიყვარს და ეს ტონერი, რა ვიცი, ტონერსაც ტონიკის დანიშნულებით ვიყენებ პრინციპში. ანუ სახეს საბოლოოდ ვისუფთავებ მაკიაჟის დატანამდე. ასე ვთქვათ, არა მაკიაჟის არა, საცხების დატანამდე და მოვლის საშუალებების, რა თქმა უნდა, ყელსაც ვაყოლებ. და ესე. ეს ცოტა ხანი მექნება და ცოტა ხანში მოვიხსნი, იმიტომ რომ ძალიან სელი თავი მაქვს. ეხლა
მინდა შემდეგი ეტაპი. არაფერი გამორჩეს. ხო, აი ეს. ვიყენებ აი ესეთ კოდალის იმას რა ქვია, შრაც. აი ესე ინსტაგრამის ვიდეოებში რო ისვამენ ხოლმე გოგოები. ძალიან მეტი მომივიდა აშკარად. ეს რო გაშრება ახლა. მოკლედ გუშინ გვინდოდა რომანტიული საღამოს გატარება. თან ბავშვებაც ხელი შეგვიწყვეს. თქვენ წადითო, ჩვენ არ წამოვალთო, გვეზარებაო, სახლში გვინდაო, პარასკევი დღის გატარებაო. რაღაცებს ჩავირთავთო, ვუყურებთო, გვეზარება ახლა რესტორნებში სიარულიო და არის ჩვენ გვინდოდა რომ წამოსულიყვნენ, მაგრამ უარი გითხრეს. თქვენ წადითო, თქვენი დღე არის. მაგრამ სულ ტყუილად ისე კაია რომ არ წამოვიდნენ, იმიტომ რომ ტყუილად მე კი შევიდოდით ალბათ სადმე მაკდონალდში ან რამე პიცერიაში, მაგრამ ჩვენ გვინდოდა რამე ისეთ ლამაზ გარემოში მივსულიყავით, რაღაცა აი როგორ ტიფანი ბარი რომ არის, ეს View and More, კიდე მოკლედ ესეთი ლამაზ ხედიანი და ლამაზი ისინი კაფეები თუ რესტორნები, მოკლედ აი რაღაც ეგეთ ადგილას მინდოდა და მარჯანიშვილზე გავიარეთ რამოდენიმე ადგილას, ყველგან იყო დაკავებული, ანუ ყველგან გვეკითხებოდნენ შეკვეთილია თუ არა მაგიდა და ჩვენ ეგეთები არა შეგვიკვეთავს არაფერი. ნუ აბა მაშინ აი აქ შეგიძლიათ დაჯდეთ და რაღაცა ძალიან ცუდ ადგილს გვთავაზობდნენ ეს შუა იმაში რა ქვია შუა კაფეში რაღაც მოხერხებელი ადგილი რომ არის რა აი ხო იცით ჩვენ გვინდოდა მყუდროთ რომ დავმსხდარიყავით ფანჯარასთან სადმე ხედიდან რაღაც და ის რომანტიკულად, მაგრამ არ გამოვიდა. სამწუხაროდ, მოკლედ ვერ ვნახე და მე უკვე მართლა აღარ მინდოდა, იმიტომ რომ უკვე დაგვიანდა ძალიან და მე უკვე ბავშვებიც მარტოები იყვნენ და ნერვიულობდი და ამიტომ ვუთხარი ლაშას წავიდეთ მეთქი სახლში და წავიღოთ რაღაცები და სახლში უფრო გემრიელად გავატარებთ დროს თქო და თავიდან კი არ უნდოდა ყველგან ცდილობდა შესვლას, მაგრამ ყველგან აჩერებდა სადაც რამე ისეც ნახავდი, მაგრამ მე უკვე მომწყინდა ძალიან და აღარ მინდოდა მართლა თან რო დაღამდა, მეც კი აღარ მინდა. გადავიფიქრე. აი ესე გოგოშკურად, კაპრიზულად გადავიფიქრე და აღარ მინდა წავიდეთ თქო და მოკლედ წამოვედით. და არ ვინანეთ. მოკლედ ესეთი შრატი დავიტანე, როგორც ნახეთ, რომელიც უკვე შემაშრა და ეხლა კლარინსის საცხს ავისვამ. აი ესე უკვე ცოტა არა ჯერ კი არის, მაგრამ ის ნაპირებზე ჯერ არის, მაგრამ ხო ხედავთ, ანუ კარგად ვიყენებ ამას. ეს ყოველდღიური დამატენიანები ერთი წუთი ვიღაც მირეკავს. ვაგრძელებ vlogs, ტელეფონის ზარმა შემაწყვეტინა, კრემი წავისვი, ესეთი კლარინსის კრემი, დამატენიანებელი და ჩემიყავაც დავლიე ლაპარაკში. მოკლედ რას გიყვებოდით უკვე დამავიწყდა, სამწუხაროდ. ამიტომ ეხლა გავიკეთოთ უბრალოდ მაკიაჟი. ხო, კიდე გუშინ დავიწყე აი ამ თვალის კრემის გამოყენება. თუ გახსოვთ ლანკომის ნაკრები რომ მქონდა ტუშთან ერთად, ტუში და კიდე მე მგონი მიცელარული წყალი იყო. მოკლედ იმ ნაკრებში იყო ეს თვალის საცხი. და ამის გამოყენება დავიწყე, თვალის საცხი აღარ მქონდა და ძალიან მიხარია რომ ეხლა ეს ამოვაჩინე ჩემს კოსმეტიკის კარადაში. და დავიტენიანებ აი ამ თვალის უპეებს. აქამდე სანამ კრემი გამითავდა, ამას ვაკეთებდი პაჩებით. ეხლა პაჩებს აღარ გავიკეთებ. უბრალოდ ესე დავიტენიანებ კრემით. ესეთი ჩემი დილის მოვლის რუტინა. ეხლა გადავიდეთ უკვე მაკიაჟზე, მეგობრებო.
დღეს მინდა ძალიან ისე მსუბუქი, ყოველდღიური. ამიტომ დავიწყებ კონსილერით. არა, ჯერ კრემი კარგად შემაშრეს, ჯობია. არ არის კაი მშრალი. ნარსის კონსილერი. ეს კონსილერი ცოტა მუქი არის ჩემთვის. ამიტომ დავამატებ რამე ღიას. აი ეს რაღაცა არ ვიცი რა კონსილერია, მაგრამ მიგდია უჯრაში. აი ესე ვიკეთებ ხოლმე კონსილერს და მე აღარ მჭირდება უკვე ტონალური. აი ესე გადავინაწილე. აბა მინდა ტონალური. მე მგონი აღარ მჭირდება. ეს კონსილერი იმაზე მეც აკეთებს, ვიდრე საჭიროა. ტონალურის ფუნქციასაც ასრულებს. ეხლა წავისად ტუჩის ფანქარი. წარბებს მივცეთ ოდნავ შეფერილობა. წარბების დასაფიქსირებელი გელის წასმა დღეს მეზარება. დღეს ამ ნაბიჯს გამოვტოვებ. აი ესე უბრალოდ ავიგარცხნი და მეყოფა. დღეს ზარმაცული მაკიაჟი მაქვს. როგორც ხედავთ, ლოყები დავითხელოთ ოდნავ ესეთი კონტურინგის საშუალებით, მშრალი კონტურინგის. კიკოს გლოსი, ვარდისფერი, წვეთი. ფლორმარის ბლაში, აი ამ პალიტრას გადავეკიდე ბოლო დროს, აი ამ პალიტრის, აი ამ ფერს. ბოლო დროს სულ ამას ვისვამ. ესე ვიცი ხოლმე გადაკიდება. ერთი და იგივე ფერზე ვიციკლები და მე სულ მაგას ვისვამ. და ეხლა მინდა ესეთი ლაინერი Wake Up-ის, ამას უთქვენოდ წავისვამ, ჯობია. მოკლედ ესე გამოვიდა ეს ლაინერი და ტუში. აი ეს ტუში ძალიან მომწონს რა. აი ყველაზე მეტად ეხლა რაც მაქვს ტუშები, აი ეს მომწონს Essence-ის Princess. არ ვიცი ხა იყიდება თუ არა. ადრე ვუკიდე მარიტას და მარიტა არის რომ საერთოდ ძალიან იშვიათად ისვამს, ამიტომ ვიყენებ მე. არ გაფუჭდეს და არ გახმეს, სხვა გზა მაქვს. მე თუ დაიწყებს ისევ წასმას, მე ახალს ვუყიდი. ხარ გავაფუჭებ. ძალიან მომეწონა და იმიტომ ეს ტუში. მე ისეთი წამწამები მაქვს. ყველა ტუში არ მოქმედებს სამწუხაროდ. ზოგს ისეთი აპრეხილი და ხშირი წამწამები აქვს, საერთოდ არ ჭირდებათ ტუში და მე კიდე არა და ყველანაირი ტუში არ მიხდება და ეს ტუში ძალიან მაგარია. აი ჩემი წამწამებისგან მოკლედ აკეთებს ადამიანს. ნახეთ. აი საერთოდ რო არ ჩანდა წამწამები და უცებ თურმე რა მხოლოდ წამწამები მქონია. ეს ტუში მაჩვენებს ხოლმე მაგას. და მაკვირვებს. ძალიან ძვირიანი, ისეთი ბრენდული ტუშებიც მქონია და სიმართლე გითხრათ, ამას ბოლო დროს რაც გამოვიყენე, აი ამას ვერცერთი ვერ ჯობია. ამას ვამსგავსებ, აი ადრე მქონდა ხოლმე L'Oreal-ის ტუშები, ეგეც ძალიან მაგარი იყო, Maybelline-ის და რაღაცა აი მაგ ტუშების კატეგორიაში გამყავს ეს ტუში, ძალიან მომწონს.
არც ჩემ წამწამებზე ესე არის, თუ ეძებთ ტურს, აუცილებლად ცადეთ. არ ვიცი ახლა იყიდება თუ არა, მაგრამ ეს მე ძალიან მომწონს. აი მართლა თამამად შემიძლია თქვა, იმიტომ რომ ხშირად ვიყენებ ხოლმე, როცა მჭირდება რომ წამწამები აი ესე მქონდეს. ყოველთვის ამ ტურს ვისვამ ხოლმე. და ისე მაქვს ბევრი სხვა ტუშებიც, რომლებიც სამწუხაროდ ესე კარგად არ მუშაობს. და პრინციპში всё, ხო? ჩემი მაკიაჟი აქ მოდი დავასრულოთ. ერთადერთი დავიმატებ აი ამ ყავისფერ ფანქარს. აი აქ. აი ესე, მე მგონი სულ სხვა საქმეა. და კიდევ აბა ვინ გამოიწვია რა დამავიწყდა. რა თქმა უნდა, ჰაილაიტერი, ესეც ესენსის. აი ესეთი მაკიაჟი გამომივიდა დღეს. უბრალოდ თმა გამიშრა, ეხლა ცოტა ცუდად, მინდა რომ ჩოლკა გავისწორო ფენით. და მე მზად ვიქნები. ცოტა ხანში უნდა გავიდე. ესეთი იყო დღევანდელი ვლოგი, ჩემო ძვირფასებო. იმედია რომ მოგეწონათ ჩვენი არ შემდგარი რომანტიული ვახშამი. და ჩემი მაკიაჟი. დღეს მოკლედ ესეთი ვიდეოთი მოვედი. ყველას უღრმესი მადლობა. ეხლა დაგემშვიდობებით, აბა გკოცნით მომავალ ვიდეომდე. კარგად.